მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მე ვარ ლიკა წერეთელი, ფსიქოლოგი, გეშტალტ თერაპევტი და პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი და ჩვენს დღევანდელ შეხვედრას ვუძღვნით თემას ჯგუფური აზროვნება. მე მგონი ეს არის ძალიან საინტერესო თემა და ძალიან აქტუალური ყველგან და მათ შორის ჩვენთანაც, ჩვენს ქვეყანაშიც. მოდით ვნახოთ რა არის საერთოდ ეს ჯგუფში ყოფნა, კარგია, ცუდია, როგორია? რა თქმა უნდა, არც ერთი და არც მეორე. ზუსტად ისევე, როგორც ნებისმიერი საგანი თუ ფენომენი, არც კარგია და არც ცუდი. ცეცხლი, კარგია თუ ცუდი? გააჩნია. რაში გამოიყენებთ? საკვების მოსამზადებლად? გასათბობად? თუ რაღაცის გასანადგურებლად? ატომური ენერგია, კარგია თუ ცუდი? ის უბრალოდ არის. და გააჩნია ჩვენ გამოვიყენებთ მას ქალაქების და სოფლების გასანათებლად, თუ სასიკვდილო იარაღის შესაქმნელად. ზუსტად იგივე ვრცელდება, რა თქმა უნდა, ჯგუფზეც. ერთადერთი, რა თქმა უნდა, მე ვიტყოდი, რომ აუცილებლად უნდა გქონდეს გაცნობიერებული ის, რომ ჯგუფურს ძალიან ხშირ შემთხვევაში, ხანდახან სრულიად უნებლიეთ, შეუძლია ინდივიდუალურის დათრგუნვა. და თუ კი ჩვენ ეს კარგად გვექნება გაცნობიერებული, მაშინ ნებისმიერ ჯგუფში მოხვედრისას არ იქნება პრობლემა ამ ჯგუფის ტიპის დადგენა, როგორია ის, და ადეკვატური ქმედებაც. ამის შესაბამისი ადეკვატური ქმედებაც. მე იცით, მე მახსენდება შესანიშნავი ნეიროფსიქოლოგი ტატიანა ჩერნიგოვსკაია საუბრობდა ერთ-ერთ ინტერვიუში, მაგრამ თემა იყო აბსოლუტურად სხვა. თემა იყო განათლების სისტემა და ის აკრიტიკებდა ამ განათლების სისტემას და ამბობდა, რომ ეს რა უბედურება, როდესაც ზოგიერთ სკოლაში, კლასში შედიხარ, აი პირველ კლასებში და მასწავლებელი იმის მაგივრად, რომ ელემენტარულ საკითხებს უხსნიდეს ბავშვებს, საუბრობს კონგრუენტულობაზე. მაგრამ აი შემდეგ მოდის ის, რაც გვაინტერესებს ჩვენ. და ჩერნიგოვსკაია ამბობს, რომ თქვენო წარმოიდგინეთო, თვითეული ეს ბავშვი, აი კლასში რამდენიც არიან, თვითეული ცალკეული ბავშვი იყურება გარშემო და ფიქრობს, ესენი ჩუმად არიან, ესე იგი მათ ესმით. ეს მე ვარ ისეთი, რომელსაც არ ესმის, რომელსაც არ ეხერხება, რომელიც არ არის საკმარისი და ასე შემდეგ. კი, ზუსტად ასეთ გავლენას ახდენს ხოლმე ჯგუფი. ყოველ შემთხვევაში შეუძლია მოახდინოს ჯგუფმა ადამიანზე. ჯგუფური პროცესებით ძალიან დაინტერესებული იყო დიდი რუსი ფიზიოლოგი ბეხტერევი. მოგეხსენებათ, ის იყო 1917 წლის რევოლუციის თანამედროვე და ის იყო გაოგნებული იმ პროცესებით, რომლებიც ნახა და დაინტერესდა ამითი. რა ხდება? როგორ ხდება, რომ სრულიად ჩამოყალიბებული დარბაისელი თუ შეიძლება ითქვას ადამიანი გარბის მეზობლის მოსაკლავად? როგორ ხდება, რომ აბსოლუტურად მშვიდი პიროვნება შეშლილივით იქცევა? და როგორ ხდება, რომ აბსოლუტურად ისეთი დახვეწილი ადამიანი ისეთ ლოზუნგებს, ისეთ სლოგანებს, ისეთ მოწოდებებს აღვება, რომლებზედაც სხვა სიტუაციაში პირველი იტყოდა, რომ ღმერთო ჩემო, ეს რა სისულელეა. აი რა ხდება, რა პროცესები ხდება. და ბეხტერევმა შემდგომ თავისი დაკვირვებები და ამ დაკვირვებების შედეგები აღწერა თავის წიგნში, რომელიც მან 1921 წელს გამოსცა, კოლექტიური რეფლექსოლოგია. ძალიან საინტერესო წიგნია და ბევრ კითხვაზე იძლევა პასუხს. რა გაირკვა? გაირკვა ის, რომ ჯგუფი
კოლექტივი, მასა, რაც კიდათ დაარქვით, არ არის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების, რაღაცა ბევრი ადამიანის, გარკვეული რაოდენობის უბრალო გაერთიანება. გაირკვა, რომ ჯგუფი, კოლექტივი, მასა ეს ყალიბდება ცალკე ორგანიზმად, ცოცხალ ორგანიზმად, რომელსაც შემოაქვს თავისი კანონები, თავისი წესები და ამ კანონებითა და წესებით მოქმედებს. ბეხტერევი წერდა, რომ უფრო უსაფრთხოა ჯგუფში იყო ისეთები, როგორებიც სხვები არიან. იმიტომ რომ ჯგუფის წევრები ძალიან მარტივად ირეკლავენ თანაც ერთმანეთის აზრებს, ემოციებს და რეაქციებს. რაღაცნაირია ესეთი ურთიერთარეკლა ხდება და ურთიერთშთაგონება უწოდა ამას ბეხტერევმა. ძალიან საინტერესოა ეს. აი ჯგუფში დარჩენა, ისეთად ყოფნა, როგორც სხვები არიან, თუ ისეთი არ ხარ, როგორიც სხვებია, ეს უკვე უსაფრთხო აღარ არის. ან ყველაფრის ურთიერთარეკლა. აი ამ ინფორმაციას რო ვეცნობოდი, გამახსენდა სრულიად სხვა რამ, მოდი ესე ვიტყვი, სხვა სამრეკლოდან, სხვა სიტყვებით ნათქვამი, მაგრამ პრაქტიკულად იგივე აზრი. ვადიმ ზელანდი, რომელიც ავტორი არის ტრანსსერფინგის მიმდინარეობის, მას აქვს შემოტანილი ასეთი ტერმინი, ქანქარა. რას უწოდებს ის ქანქარას? ქანქარა მისთვის არის აი ეს შემთხვევა, როდესაც ბევრი ადამიანი ერთიანდება რაღაცა იდეის გარშემო და დებენ საკუთარ ენერგიას ამ იდეის განსხეულებაში, განხორციელებაში. და შემდეგ ხდება რა? წარმოიქმნება ესეთი პარაზიტული, ენერგეტიკული წარმონაქმნი, სწორედ ამას უწოდა ქანქარა ზელანდმა, რომელიც უკვე თავად იწყებს ამ ადამიანების და მათი ენერგიების მართვას. თავად ბატონდება მათზე. და იქიდან გამოსვლა სულაც არ არის მარტივი. ზელანდი ამბობს, რომ თუ ქანქარადან გამოსვლა გინდა, ეს უნდა გააკეთო შეუმჩნევლად. არა წინააღმდეგობის გზით. გვახსოვს, ხო? შენ თუ იქ ხარ, უსაფრთხოა, ისეთი იყო როგორც ყველა და საფრთხის შემცველია. სხვა გვარი გახდე და ეს დემონსტრაციულად გამოხატო წინააღმდეგობის სახით გამოხატო. და აი ქანქარაზედაც ზუსტად იგივეს გვეუბნება ზელანდი. ჩუმად შეუმჩნევლად გამოსვლა იქიდან. და კიდევ ერთ რამეს ამბობს, რომ ვეძებოთ ჩვენი საკუთარი ქანქარები, ის რაც ჩვენთვის სასარგებლო იქნება, ის რაც ჩვენ გვიყვარს, ის რაც ნამდვილად ჩვენია და არა სოციუმის მიერ თავს მოხვეული. ხო, ყოველ შემთხვევაში ჯგუფური აი ეს პირველი, ასე ვთქვათ, ტენდენციები ჯგუფური გაგაცანით ახლა ძალიან საინტერესო, ძალიან საგულისხმო და ძალიან დასაფიქრებელი. რა არის კიდევ? რა თქმა უნდა, არსებობს ჯგუფის კანონები, ხო? ნახოთ რა კანონებია. მე ვგულისხმობ ჯგუფის კანონებს იმ თვალსაზრისით, რომ როგორ ახდენენ ადამიანები, ლიდერები ჯგუფების მართვას, ხო? ჯგუფის სამართავად რა არის აქტუალური. მე ჯერჯერობით ვრჩები ნეგატიურ კონოტაციაში, ხო? მე პოზიტიურზედაც ვიტყვით რაღაცას. პირველი კანონი, რომელიც მოქმედებს და რომელსაც ითვალისწინებენ ლიდერები, ეს არის ემოციური გადამდებობის კანონი. აი, წინაზეც ვთქვით, ხო? გადაედებათ ჯგუფში ემოციები, აზრები
და რეაქციები. რას გულისხმობთ ამაში ახლა ნახეთ, რომ ნებისმიერი ემოცია, შიში, პანიკა ან აგრესია ძალიან მარტივად ხდება აი ამ ემოციების ჯგუფში გავრცელება და გადადება. და შესაბამისად ვიღაცას, ლიდერს, ადამიანს შეუძლია რომ თავისი ჩანაფიქრის მიხედვით წარმართოს ეს ყველაფერი. მაგალითად ჩვენ ხო გაგვიგია ხანდახან სრულიად მოწმენდილ ცაზე. იქ სადაც არანაირი წინაპირობები არ არის რაღაცა პრობლემის, შეიძლება გაჩნდეს ეს პრობლემა. არ ვიცი, რა მაგალითი მოვიტანოთ, ბანკი მაგალითად, რომელსაც არანაირი პრობლემები არ აქვს, შვენივრად მისდის საქმეები, კარგად მუშაობს და თუ ჩავაგდებთ აი ამ ინფორმაციას, რომ არც ისე კარგად მისდის საქმეები ამ ბანკს, მის მეანაბრეთა რიგებში, აი ამ ჯგუფში, და თუ ეს მეანაბრეები განიცდიან შფოთს, გადაედებათ მარტივად ეს ყველაფერი და მიაწყდებიან ყველანი ერთად ამ ბანკს, რეალური პრობლემები წარმოიქმნება. იქ, სადაც ამისი წინაპირობები საერთოდ არ იყო. აი ასე შეიძლება ჯგუფის მართვა და გარკვეული მოვლენების გამოწვევა. რა არის კიდევ ჯგუფში, რითაც შეიძლება რომ იმართოს ის? კრიტიკული აზროვნების დაქვეითება. ჯგუფში მართლაც კრიტიკული აზროვნება ქვეითდება და ძალიან მარტივია, ისევ ემოციებზე გავდივართ, ემოციური ილუზიების შექმნა ჯგუფში, როგორც დადებითის, ასევე უარყოფითი ტიპის. დადებითი ტიპის აი ესეთი ემოციური ილუზიები რა არის, იცით? თაღლითები ქმნიან ხოლმე ძალიან ხშირად ამ დადებითი ტიპის ემოციური ილუზიებს ჯგუფში, როდესაც მათ სურთ თავისი ან პროდუქციის, ან მომსახურების სარფიანი გაყიდვა. აი ისინი ქმნიან ასეთ დადებით ემოციურ ილუზიას. და ასევე შეიძლება, ასეთი მინუს ნიშნით, ემოციური ილუზიის შექმნა, როდესაც ჩვენ გვინდა რომ ავაზვირთოთ აგრესია, განვაწყოთ ადამიანები შეტევაზე გადასასვლელად. ხო? აქაც შეიძლება შესაბამისი ტიპის ემოციური ილუზიების შექმნა. კრიტიკული აზროვნება ჯგუფში დაბლა იწევს. ემოციური ილუზიების შექმნა მარტივია. შემდეგ, არსებობს კიდევ ეს ლიდერის მიბაძვის კანონი. იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, ყველა ჯგუფში გამოიკვეთება ხოლმე ვიღაცა ადამიანი, ვიღაც ლიდერი, რომელიც წინ წამოიწევს და მას გარკვეული უნარები გააჩნია, რითიც ხდება ეს წინ წამოწევა. მას შეუძლია მოკლე ფრაზებით საუბარი, გასაგები ფრაზებით საუბარი, გამეორება, ემოციური მოწოდებები არ უჭირს მას და როგორც წესი ის ძალზედ მტკიცედ და ძალზედ თავდაჯერებულად საუბრობს. და ასეთ ლიდერს შეუძლია, შესაბამისად იმის და მიხედვით თვითონ როგორია, წაიყვანოს ეს ჯგუფი ამ დესტრუქციისკენ, ამ კონსტრუქციისკენ, ხო? მოდით ვნახოთ, ჯერ კიდევ მინუს ნიშანში დავრჩეთ და გავაგრძელოთ. რა შეუძლია მას რომ გააკეთოს? იმისთვის რომ ჩამოაყალიბოს ჯგუფი, რომელიც იქნება დესტრუქციული. ცრუ ერთობა. ცრუ ერთობის ჩამოყალიბება. ამისი დიდი ახსნა თქვენ არ დაგჭირდებათ, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ, ვინც ჩემი ასაკის არის თუნდაც, იმას უკვე ძალიან კარგად ახსოვს საბჭოთა კავშირი და ისტორიიდან გემახსოვრებათ ნაცისტური გერმანია. რა არის საჭირო აი ამ ცრუ ერთობის შესაქმნელად? პირველი, სიმბოლიკა. საბჭოთა კავშირში გახსოვთ, ხო, რის გარშემო გაერთიანდნენ ნამგალი და ურო. და ნაცისტურ გერმანიაში ეს იყო სვასტიკა. შემდეგ, მუსიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
რიტმული, ძალიან ისეთი მამობილიზირებელი მუსიკა და გაიხსენეთ საბჭოთა სიმღერები, რომლებიც უმღეროდნენ, რა ვიცი მე, კომუნისტურ ნათელ მომავალს, შრომას, სხვათა შორის ძალიან პოპულარული სიმღერები იყო, იმიტომ რომ ნიჭიერი ადამიანებს დაწერილი იყო. ხო, სწორედ ნიჭიერმა ადამიანმა უნდა დაწეროს იმისთვის, რომ ამ მუსიკამ შესაბამისი ზემოქმედება მოახდინოს, ემოციური ზემოქმედებაა საჭირო ადამიანებზე. და ნაცისტურ გერმანიაში გახსოვთ ხო? აი საოცარი და მომნუსხველი მარშები. რომელთა გაგონებაზეც პირდაპირ სურვილი გიჩნდება, რომ აყვე. შემდეგ, რა თქმა უნდა, თეატრალიზებული ესეთი წარმოდგენები, შოუები, სადაც იქნება ეს მუსიკა გამოყენებული. საბჭოთა კავშირსაც კარგად მოეხსენებოდა, როგორ უნდა გაეკეთებინა ეს და ნაცისტურ გერმანიასაც. აი ასე და ამგვარად ხდება ცრუ ერთობების ჩამოყალიბება. იცით რა, პრინციპში არა მარტო პოლიტიკაში. აი ხშირად დიდ კორპორაციებშიც მსგავსი პრინციპები მოქმედებს, ხო? და ყურადღებით ვიყოთ კანკარა. შემდეგ კიდევ რა შეუძლია ლიდერს რომ გააკეთოს ასეთი დესტრუქციული ჯგუფის ჩამოსაყალიბებლად. რა არის კიდევ მნიშვნელოვანი? რა არის, ჩემო ბატონო, და საინფორმაციო იზოლაცია. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ჯგუფს ჩვენ ვუწყვიტავთ წვდომას ყველანაირ ალტერნატიულ ინფორმაციაზე და ვქმნით დახურულ საინფორმაციო სივრცეს. მორჩა. ინფორმაციას ვაწვდი ისეც, როგორიც მაწყობს მე. იცით, მე მახსენდება ერთი არაჩვეულებრივი ანეკდოტი იყო საბჭოთა კავშირის დროინდელი. ესე იგი, წარმოიდგინეთ, ნაპოლეონი და მისი გენერლები გადმოჰყურებენ ზეციდან რუსეთს 10 უკვე საბჭოთა კავშირად ქცეულს. და გენერლები ეუბნებიან, თქვენო უდიდებულესობა, სირ, ჩვენ რომ აი ამ ხელა არმია გვქონოდა, ხომ არ მოხდებოდა ვატერლო. თქვენო უდიდებულესობა, ჩვენ რომ ასეთი ტექნიკა გვქონოდა, ხომ არ მოხდებოდა ვატერლო. და ნაპოლეონი იყურება და ამბობს, ბატონებო, მე რომ ასეთი საინფორმაციო საშუალებები მქონოდა, კაცის შვილი ვერ შეიტყობდა ვატერლოს შესახებ. აი ამაზეა საუბარი. როცა კაცის შვილი ვერ შეიტყობს ვატერლოს შესახებ. საინფორმაციო იზოლაცია. და რა თქმა უნდა, ასევე არის ცრუ ავტორიტეტების შექმნა. რას გულისხმობთ? ეს არიან ექსპერტები, რომლებიც ზუსტად ისე იმ საკითხებზე საუბრობენ და იმ პოზიციიდან საუბრობენ, როგორც ამ კონკრეტულ ლიდერს სჭირდება. ისინი გამოიყურებიან საკმაოდ დამაჯერებლად. იმიტომ რომ იყენებენ აკადემიურ ენას, მოაქვთ გარკვეული მაგალითები, კონტექსტიდან ამოგლეჯილი, მაგრამ მორგებული, აი იმ სწორედ იმ საკითხებს და იმ პოზიციას, რაც აწყობს კონკრეტულ ლიდერს. და ისინი ძალიან ძლიერ კომპეტენტურობის ილუზიას ქმნიან ამითი, ამ აკადემიური ენით, მაგალითების მოყვანით. მაგრამ აქ არის ერთადერთი და ფაქტობრივად ისეთი პოზიცია, რომლის გადასვლაც არ შეიძლება არსად. და თუ გადახვალ, შენ ხარ ან უკეთეს შემთხვევაში სულელი და უარეს შემთხვევაში ხალხის მტერი. აი ამითი შეიძლება გარჩევა, როგორ ექსპერტთან გვაქვს საქმე.
ხო? თუ ეს არის მხოლოდ კატეგორიულობა, თუ ეს არის აი ამგვარი ცალმხრივობა და არ ითვალისწინებს სხვადასხვა პოზიციებს, მათ შეჯერებას და საუკეთესოს გამოტანას აქედან, მაშინ იცოდეთ, რომ ამგვარ ექსპერტებთან გაქვთ საქმე. ეხლა მოდით ვნახოთ, შეიძლება თუ არა, რომ საკუთარი თავი ამ ყოველივესგან დავიცვათ. აი, რაც ჩვენ ახლა ჩამოვთვალეთ. რა თქმა უნდა შეიძლება. რა შესაძლებლობები გვაქვს ამისთვის? ეს არის პირველი. პაუზის წესი. რას გულისხმობს ის? ეს გულისხმობს, რომ როდესაც ესეთ ჯგუფში ვართ, უნდა გავჩერდეთ, დავაპაუზოთ. სასურველია გადაწყვეტილება ჯგუფში არ მივიღოთ. თუ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ნუ მიიღებთ მას ჯგუფში ყოფნისას. ნუ აჩქარდებით, დააპაუზეთ. იმიტომ რომ სწრაფი გადაწყვეტილება, თუ კი გეუბნებიან რომ აი სასწრაფოდ, აი ეხლავე უნდა გადაწყვეტო, ეს სჭირდებათ მხოლოდ თაღლითებს. ნამდვილი თავისი საქმის ჭეშმარიტი სპეციალისტები, ნამდვილი ექსპერტები თქვენ არ დაგაჩქარებენ. მათთვის სულ ერთია თქვენ როგორ მოიქცევით, დღეს გადაწყვეტ თუ ხვალ გადაწყვეტ. იმიტომ რომ მათ იციან, რომ ღირებული ინფორმაცია ჩაგაწოდეს, რომელსაც თქვენ გაანალიზებთ და მიიღებთ გადაწყვეტილებას. იმის და მიხედვით გჭირდებათ თუ არ გჭირდებათ. და აი თაღლითები სწორედ ამაზე არიან მიმართულები, რომ სასწრაფოდ, აი ეხლავე, ეს შემოთავაზება, რომელიც მხოლოდ დღეს მოქმედებს, ხვალ აღარ იქნება. არ მიიღოთ გადაწყვეტილებები ჯგუფში. შემდეგ, აუცილებელია ზეგავლენის წყაროების ანალიზი, ანუ ვინ მარწმუნებს, რა მოტივები აქვს, რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს. ნუ, კარგი. მოტივები, სარგებელი შეიძლება ცოტა რთული გასაანალიზებელი იყოს, მაგრამ ვინ მარწმუნებს? აქ ხომ მარტივია მოქმედება, ხო? მარტივია. უნდა შევხედოთ, ვინ არის ეს? თუ მე ვთქვათ ბიზნეს ტრენერი, მასწავლის როგორ უნდა მოვიპოვო მილიონები. ნუ, ყველაზე ბუნებრივი და ასე ვთქვათ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, დასერჩოთ, მისი მილიონები არსებობს თუ არ არსებობს. ანუ თვითონ, რასაც გასწავლით, იმას პრაქტიკაში ახორციელებს თუ არა, განხორციელებული აქვს? ან პოლიტიკოსი, რომელიც გარწმუნებთ, რომ ყველა თქვენს პრობლემას გადაწყვეტს. დაინტერესდით რა? რა აქვს გადაწყვეტილი მანამდე? რა პრობლემები აქვს მოგვარებული? იცით, მე მახსენდება ამაზე წარმოუდგენელია, რომ არ მოვიყვანო ახლა ეს მაგალითი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული კანცლერი გერმანიისა, ჰელმუტ შმიტი, რომელიც ასე ვთქვათ, რომელმაც გამოიჩინა თავი 62 წლის გერმანიის წყალდიდობის დროს. მაშინ ის ჯერ არ იყო კანცლერი, ის იყო ასე შინაგან საქმეთა სენატორი, ასე ეძახიან ამ თანამდებობას. ეს იმ ქალაქებისთვის და იმ მიწებისთვის არის, სადაც პარლამენტს სენატს ეძახიან. ეს არის ჰამბურგი, ბერლინი და ბრემენი, თუ სწორედ მახსოვს. და მოკლედ შინაგან საქმეთა ასე ვთქვათ მინისტრი იმ მომენტში იყო ჰამბურგის. ადგილობრივი მნიშვნელობის, ადგილობრივი მასშტაბის შინაგან საქმეთა
მინისტრი დავარქვათ, მაგრამ სხვა ტერმინია ხო, რაც ერქვა, სენატორი, შინაგან საქმეთა სენატორი. და აი დაიწყო ეს წარმოუდგენელი, სრულიად კატასტროფული წყალდიდობა და ცხადი იყო, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა და შესაძლებელი იყო მსხვერპლი ყოფილიყო ათასობით ადამიანი, იმიტომ რომ წარმოუდგენელი სისწრაფით მატულობდა წყალი, ადამიანები უკვე საკუთარი სახლების სახურავებზე იყვნენ ასულები და აი ამ მომენტში ამ ადამიანმა აი სრულიად ისეთი უნიკალური მოქმედების სტილი გამოიჩინა. მან მობილიზაცია გაუკეთა არა მარტო აი იმ სამსახურებს, რომელსაც ეს უშუალოდ ეხებოდა, ხო? გადამრჩენ სამსახურებს, სამაშველო სამსახურებს. მან მობილიზაცია გაუკეთა არმიას და მან მობილიზაცია გაუკეთა პლუს კიდევ ნატოს ქვეყნებიდან თავისი პირადი ნაცნობობა გამოიყენა და იქიდან წამოიყვანა კიდევ ტექნიკა ეს რამდენადაც მახსოვს ბრიტანეთიდან მოფრინავდნენ ეს ჰელიკოპტერები და აყავდათ ადამიანები იმ სახლების სახურავებიდან წარმოუდგენლად ბევრი ადამიანი გადაარჩინეს ამ მე მგონი რომ სწორედ მახსოვს ამ ჰელიკოპტერებს მე ეძახდნენ მხსნელანგელოზებს და გადაარჩინეს წარმოუდგენელი რაოდენობით ადამიანი. ეს რომ არ მომხდარიყო ასე სწრაფად, ასე ოპერატიულად, სამაშველო სამსახური, არმია, იქ სხვა ქვეყნებიდან მოიხმო კიდევ საშველად ტექნიკა, ხო და არმიის წარმომადგენლები. უამრავი ადამიანი დაიღუპებოდა. მან ჰელმუტ შმიდტმა ამ მომენტში გამოიჩინა თავი, როგორც აი რა ვიცი მე, ნომერ პირველმა კრიზის მენეჯერმა. საუკეთესო კრიზის მენეჯერმა. იმიტომ რომ ამაზე მეტი რა უნდა მომხდარიყო. ნუ ხა ბუნებრივია. არ დამძრახოთ და მახსენდება სხვა მომენტი, როდესაც კურსკის ატომური ნავი ძირებოდა და არაფრით არ მოხდა საერთოდ არაფერი. არანაირად არ მოიხმეს სხვა ქვეყნებიდან საშველად, არავინ, არც ტექნიკა, არც ადამიანები და ისე ძალიან მშვიდად უყურებდნენ ვიღაცები მავანნი და მავანნი, როგორ იხოცებოდნენ ამ ატომურ წყალქვეშა ნავზე ადამიანები. და როდესაც კითხეს რომ რა დაემართაო წყალქვეშა ნავსო კურსკსო და ჩაიძირა. ზუსტად ესეთი სახით იყო ეს თქმული. გასაგებია ხო? სად რომელი ლიდერია და სად როგორი ლიდერია. იმედია მიხვდით და შემდგომ რა გასაკვირია, რომ აი ამის შემდგომ უკვე ჰელმუტ შმიდტს არ გაუჭირდა კანცლერად ყოფნამ და ის დაასახელეს კანცლერად და გარკვეული წლების განმავლობაში ის გერმანიის კანცლერი იყო. ხო. ასე რომ პიროვნებები რა აქვთ გაკეთებული, რა შეუძლიათ, ანუ პრაქტიკულად რა აქვთ გაკეთებული, ხო? თავის სფეროში, ანუ სპორტსმენს პოლიტიკაში რა აქვს გაკეთებული კი არა, თავის სფეროში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თავის სფეროში როგორია, როგორი პრაქტიკოსია, რა შეუძლია. და საერთოდ ისედაც, როდესაც გჭირდებათ კომპეტენტური ინფორმაცია, საუკეთესო სპეციალისტს მიმართეთ იმ სფეროსი. მახსენდება ესეთი თქვენც თუ გახსოვთ, ვისაც დეტექტივები გიყვართ, აგატა კრისტი. ალბათ ძალიან და პუაროს ციკლი, ერკიულ პუაროს ციკლი და იქ არის ერთ-ერთი ესეთი
მოთხრობა, როდესაც ახალგაზრდა გოგონა მიდის პუაროსთან და ეუბნება, რომ ბიძამ დატოვა ანდერძი, ოღონდ ესეთი რამ დააყოლა, რომ აი თუ ამ ანდერძს შენ იპოვი, სადაც მაქვს მე შენახული, იმიტომ რომ ეს გოგო იყო ძალიან ესეთი დამოუკიდებელი, ცოტა ესეთი ემანსიპირებული და ეს მთლად არ მოწონდა ბიძამის და ამიტომ ასეთი გამოცდა მოუწყო, რომ თუ შენ იპოვი ამ ანდერძს, მაშინ ყველაფერი ნამდვილად შენი იქნება, როგორც ანდერძში წერია კიდევაც. თუ არა და ეს იქნება რაღაც საქველმოქმედო საქმიანობაზე დაიხარჯება მთელი ჩემი ქონებაო. და გოგონამ მიაკითხა ერგულ პუაროს, მთელი მოთხრობა იმაზეა თუ როგორ ეძებს და როგორ პოულობს ერგულ პუარო ამას და შემდგომ რა თქმა უნდა გადასცემს. რასედაც ჰასტინგსი ერგულ პუაროს მეწყვილე, როგორც შერლოკ ჰოლმსი და დოქტორ ვოტსონი, ჰასტინგსი ეუბნება, რომ პუარო რამდენად სამართლიანია საერთოდ ეს. ამ კაცმა ხომ ის დაიბარა, რომ ამ გოგოს უნდა ეპოვა თავად, ანუ ამ გოგოს უნდა გამოეჩინა მაღალი ინტელექტი, გამჭრი ახობა, ხო? და უნდა ეპოვა თავად ეს ანდერძი. და პუარო ეუბნება, ჰასტინგს, ამ გოგონამ სწორედაც მაღალი ინტელექტი და უდიდესი გამჭრი ახობა გამოიჩინა. მან მიმართა საუკეთესო სპეციალისტს. ამიტომ ესეც გაითვალისწინეთ. კი ბატონო, ეს იყო ზეგავლენის წყაროთა ანალიზი. შემდეგ რა არის კიდევ? რითი შეგვიძლია დავიცვათ თავი? საპირისპირო აზრის ძიება. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ასეა, რა თქმა უნდა, არა იმისთვის, რომ თქვენი აზრი შეიცვალოთ, არავითარ შემთხვევაში. არა, მაგრამ იმისთვის, რომ თქვენ გაიგოთ იმ საპირისპირო პოზიციაზე მდგარის ლოგიკა. ანუ ის როგორ აზროვნებს. ეს დაგჭირდებათ მით უმეტეს თუ კი თქვენ გინდათ, რომ თქვენი პოზიციის სამართლიანობა დაუმტკიცოთ, თქვენ თუ გეცოდინებათ რა ლოგიკით მსჯელობს თქვენი მოწინააღმდეგე, თქვენ სწორედ იმ გზით წახვალთ და ამის მიხედვით დაანახებთ თქვენი პოზიციის სისწორეს. ხო? ან მინიმუმ არჩევანის საშუალებას მისცემთ. შემდეგ კიდევ რა არის, რაც გვიშველის და ასე ვთქვათ, დაგვიცავს აი ამ ნეგატიური ზემოქმედებისგან, ჯგუფის ნეგატიური ზემოქმედებისგან. ეს არის ეგრეთ წოდებული მეტაკოგნიტივიზმის განვითარება. რა არის ეს მეტაკოგნიტივიზმი? ეს არის ფაქტიურად საკუთარ თავზე დაკვირვება, თვითრეფლექსია. როდესაც ვაკვირდებით საკუთარ აზრებს, საკუთარ ემოციებს, ვიწყებთ მათ მართვას. ამ შემთხვევაში ეს იქნება გამიჯვნა იმისი, რომ რა არის ჩემი და რა არის სოციუმისგან მოხვეული, ხო, ჯგუფისგან თავს მოხვეული რა არის. აი ამას დავაკვირდები, სად არის ჩემი საჭიროება და მოთხოვნილება და სად არის ის, რაც სოციუმმა მომახვია თავზე და აი ამის გამიჯვნა, მაგრამ რა მჭირდება იმისთვის, რომ ეს შევძლო მეტაკოგნიტივიზმი რო განვავითარო? რა მჭირდება? წინაპირობა, ეს არის გაცნობიერებული სიმარტოვე. მხოლოდ როდესაც მე გაცნობიერებულად მარტო ვრჩები მხოლოდ საკუთარ თავთან, არა ტელევიზორთან, არა სოციქსელებთან, არა ტელეფონთან, არა კიდე ვიღაცასთან, არამედ მარტო მე ჩემ თავთან. აი აქ მე უკვე ძალიან კარგად შემიძლია, რომ ვნახო, დავაკვირდე და ამოვიცნო. მე თუ წარმატებაზე ვოცნებობ, აი ვთქვათ, მე მაქვს ეს წარმატება. აი ჩემთვის რა არის წარმატება? იმიტომ რომ წარმატებაც იცით სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. მე რა
ბედნიერება ხომ საერთოდ ამ არც წარმატების, არც ბედნიერების რაღაცა გენერალური ფორმულა არ არსებობს. ეს თვითოული ადამიანისთვის არის სხვადასხვა რამ. ვიღაცისთვის ბედნიერება არის ბევრ ხალხში ყოფნა, დიდი ოჯახი და ასე შემდეგ, ვიღაცისთვის ეს არის მარტო ყოფნა, მარტო გაჩერება. სხვადასხვაგვარია ბედნიერება. ამიტომ აი ამას დავაკვირდე, ჩემთვის რა არის ჩემი ხმა და არა სოციუმის ხმა. არა ის, რასაც სოციუმი მასწავლის, არამედ მე რა მინდა ამ ცხოვრებისგან. როგორი ტიპის წარმატება, როგორი ტიპის ბედნიერება. და კიდევ თუ კი მე შფოთი მაქვს რაღაც საფრთხეებთან დაკავშირებით, აქაც მნიშვნელოვანია ვნახო, რამდენად არის ეს საფრთხეები რეალური. მართლა რეალურია, რასაც მე ვფიქრობ. არსებობს ეს ბუნებაში ასეთი სახით. სხვადასხვა საფრთხეებთან დაკავშირებით და შფოთთან დაკავშირებით ძალიან კარგი იქნება თქვენ რომ შეისწავლოთ, აი თუ რაღაცას მოიაზრებთ როგორც საფრთხეს, მოდით კი არ გამოიქცეთ მისგან, არამედ პირიქით მიდით ახლოს შეეხეთ, გამოიკვლიეთ რა არის. იმიტომ რომ როგორც წესი ჩვენ გვეშინია იმისი, რაც ჩვენ არ ვიცით, რაც გამოკვლეული არ გვაქვს. თუ კი ჩვენ რაღაცის შესახებ ბევრი ინფორმაცია გვაქვს, ანუ ვიცით მასზე ბევრი რამ, შფოთიც პირდაპირ პროპორციულად იკლებს. ასე რომ თუ საფრთხეებია, შემდგომში მოდით ნუ გაექცევით მათ, თუ კი დაადგენთ რომ საფრთხეები მართლა რაღაცა მეჩვენება რომ რეალურია. კი ბატონო, ნუ გაექცევით, მიდით, ახლოს მიდით, შეეხეთ, შეისწავლეთ, მოიპოვეთ ინფორმაცია და ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა. გაირკვევა რომ შფოთის მიზეზი საერთოდ არ არსებობს. ან ძალიან მცირეა. კი ბატონო, ახლა მოდით ჩვენ ვნახოთ, უკვე მოვრჩეთ ამ ნეგატიურ ამბებს და ვნახოთ ჯგუფი, როგორ შეიძლება იყოს კონსტრუქციული, როგორ შეიძლება მოქმედებდეს პოზიტიურად ადამიანზე, ხო? და ეს არის, რასაც ბეხტეროვმა უწოდა კოლექტიური შემოქმედება. კოლექტიური შემოქმედება. ეს არის ის, რასაც რამდენიმე ადამიანი აკეთებს, ან ადამიანების დიდი ან პატარა ჯგუფი სულ ერთია, მაგრამ ეს არის ის, სადაც თითოეული ადამიანი ცალკე ვერ მიაღწევდა იმ შედეგს, რასაც ადამიანების აი ეს ერთობა აღწევს. ასე ამ პრინციპით, კოლექტიური შემოქმედების პრინციპით მუშაობენ მეცნიერები ლაბორატორიებში. ისინი ქმნიან და იკვლევენ და ქმნიან საოცარ რაღაცებს, ხო, საოცარი შედეგები აქვთ. მეცნიერება როგორ იწევს ნელ-ნელა წინ, ხო? ნელ-ნელა კი არა და სწრაფ-სწრაფად. რა შედეგები აქვთ? რა სიახლეებამდე მიდიან მეცნიერები ლაბორატორიებში. მეორე ვარიანტი, მუსიკოსები ბენდებში ან ორკესტრში. ესეც არის ის კოლექტიური შემოქმედება, ის საოცრება, რასაც ისინი გვაძლევენ, ის საოცარი პროდუქტი, საბოლოო, რომელსაც ისინი გვაძლევენ ყველანი ერთად. ცალკე აი ამის მოცემას ვერ შეძლებდნენ. აი ამ საოცარი ჟღერადობისა, რომელსაც სხვადასხვა ცნობილი სიმფონიური ორკესტრები გვაძლევენ და რა სიამოვნებას გვანიჭებენ. ხო, ან თქვენი საყვარელი მუსიკალური ბენდი. ესეც იგივეა. კოლექტიური შემოქმედება. და რა თქმა უნდა, არის ისეთი ჯგუფებიც, სადაც არ ხდება ინდივიდუალურის დათრგუნვა, ამას მე ახლა განსაკუთრებით გავუსვამ ხაზს, სადაც პირიქით ხდება ინდივიდუალურის წინ წამოწევა. აბა როგორ გგონიათ ჯგუფური თერაპია რა არის?
ჯგუფური თერაპია სწორედ ეს არის, სადაც თვითეული ადამიანი თავის ინდივიდუალურს, თავის სატკივარს, თავის პრობლემას, თავის საკითხს წამოწევს წინ. და ხდება ამის ირგვლივ საუბარი, ამის გარჩევა და თვითვეულის აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ალბათ დაახლოებით იგივე არის, მე შემიძლია ვთქვა, მაგალითად სხვადასხვა წიგნების კლუბები, ან კინოკლუბები, ხო, სადაც ხდება წიგნის წაკითხვა, ან ფილმის ნახვა და მის გარშემო თვითვეული წევრის აზრი არის ღირებული და საინტერესო. მაგრამ ატყობთ ეს როგორი ჯგუფებია? ეს არის ჯგუფები, სადაც მართლაც რაღაცა ახალი იქმნება, ან რაღაც ახალი იქმნება, ან თავად ჯგუფის წევრები არიან, ასე ვთქვათ, სტიმულირებულები, მათ აძლევენ ამის სტიმულს, ამის ბიძგს, რომ რაღაც ახალი გააკეთონ, რაღაც ახალი გაიგონ, ახალი შეისწავლონ, ხო? ყოველი ახალი წიგნის წაკითხვა, ყოველი ახალი ფილმის ნახვა, ეს ხომ გამდიდრებაა საკუთარი თავის. ეს არის სწორედ ისეთი ჯგუფები, სადაც ინდივიდუალური ნამდვილად არ ითრგუნება და სადაც ხდება ასევე კოლექტიური შემოქმედებით საოცარი, ფანტასტიკური პროდუქტების წარმოება, შექმნა და საოცარი შედეგების მიღწევა. ხო? იგივე brainstorming-იც მაგალითად, რომელიც სხვადასხვა ვთქვათ, ჯგუფებში ხდება, ესეც ხომ იმაზე არის მიმართული, რომ თვითვეული ცალკეულის აზრები წარიმართოს რაღაცა ერთი საერთო მიზნის მისაღწევად. ხომ იგივეა, ხო? მობილიზაცია და გაერთიანება თვითვეული ჯგუფის წევრის აზრისა. ასე რომ, როგორც გავარკვიეთ, ჩვენს ფიზიკურ სამყაროში, ვარდპოლარობებში, ჯგუფს შეიძლება ჰქონდეს როგორც პოზიტიური გავლენა ჩვენზე, ასევე ნეგატიური, როგორც კონსტრუქციული, ასევე დესტრუქციული და გააჩნია, რა თქმა უნდა, ვინ ყავს ჯგუფს ლიდერი, იმიტომ რომ ლიდერზეა დამოკიდებული, რა ტიპის ჯგუფი იქმნება, რა არის. ხო? იმიტომ რომ არსებობენ კონსტრუქციული ლიდერები და არსებობენ ლიდერები манипуляტორები. სწორედ ეს არის. ჩვენ რაც ვთქვით ახლა ჯგუფებზე, პოზიტიური, კონსტრუქციული ლიდერი სწორედ ასეთია, რომელიც თქვენ გიშვებთ იმისთვის, რომ თქვენ რაღაც ახალი შეიძინოთ, რაღაც ახალი ისწავლოთ, გამოთქვათ საკუთარი აზრი, დააკვირდეთ საკუთარ თავს და მიმღებლობა გაგიჩნდეთ სხვისი. თუ ეს ხდება ჯგუფში, თუ უწყობს ლიდერი ამას ხელს, ხო? ეს არის კონსტრუქციული ლიდერი. ხო? და რა ვიცით ჩვენ დესტრუქციული ლიდერების შესახებ? როგორი ტიპის ჯგუფებს ქმნიან ისინი? სადაც არის აგრესია, სადაც არის ეჭვიანობა, სადაც არის კატეგორიულობა, ხო? სადაც ხდება საკუთარი თავის, საკუთარი ჯგუფის სხვაზე მაღლა დაყენება. აი, ჩემი ჯგუფი ყველაზე მაღლა დგას. სადაც ხდება მტრის ხატის შექმნა, სადაც ხდება დაყოფა თავისიანებად და უცხოებად. გახსოვთ ხო ეს ყველაფერი იყო? იგივე ნაცისტური გერმანია არის ყველაზე კარგი მაგალითი ამისი. ხო, ზუსტად ასე ხდებოდა. ჩვენ ვართ აღმატებულნი. ჩვენ ვართ ყველაზე უკეთესები. და დანარჩენები მხოლოდ ხელს გვიშლიან. და კიდევ უფრო უკეთესად ვიქნებოდით სხვები რომ არ იყვნენ. მტრის ხატის შექმნა, დაყოფა, თავისიანებად და უცხოებად. აგრესია და კატეგორიულობა. აი, ასეთები არიან დესტრუქციული ტიპის ლიდერები. ამიტომ თქვენ წესით არ უნდა გაგიჭირდეთ ყოველივე ამის შემდეგ იმის გარკვევა, რა ტიპის ჯგუფში მოხვდით,
და როგორი ლიდერის მიერ არის მართული ეს ჯგუფი. ის ვინც თქვენს ინდივიდუალობას ხელს უწყობს, ვინც ხელს უწყობს იმას, რომ დამატებითი უნარები განივითაროთ, სიახლეები გაიგოთ, ხო? რაღაც მიმღებლობა გაგიჩნდეთ, სხვა პოზიციების, თუ მტერი, გაყოფა, აგრესიულობა და კატეგორიულობა და საკუთარი ჯგუფის აღმატებულობა. ჯერჯერობით სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა. ნახეთ, ბმული მითითებული იქნება ჩემი წიგნის შესახებ, შეგიძლიათ ეს წიგნით შეიძინოთ. ძალიან გთხოვთ, მოიწონეთ ვიდეო, დააკომენტარეთ ვიდეო და მოდით შევუწყოთ ხელი, რომ YouTube-მა კარგად აღიქვას ეს ვიდეოები. ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. შემდეგ შეხვედრამდე.